როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი წონა? ან თუ გაქვს ჭარბი წონა, დაიკლო, ან თუ გაქვს წონის დეფიციტი, მოიმატო. არსებობს მარტივი ფორმულა, რომლის რეგულარული დაცვით თქვენ შეძლებთ ამ მიზნის მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულობა და არა მაგალითად რაღაც პერიოდი დავიცავ და მერე აღარ დავიცავ. როცა აღარ დაიცავ, მერე ისევ მოიმატებ წონაში, ან ისევ დაიკლებ წონაში ზედმეტად, რადგან ისევ გააგრძელებ არასწორ კვებას. ცხადია, თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, ან რაღაცა დაავადებით არის გამოწვეული წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეში უნდა იკვებო 4-ჯერ. პირველი კვება ეს არის ის, რაც თქვენ გსურთ, რას თქვენ გინდათ. კერძი, რაც გიყვართ. მე მაგალითად მიყვარს კრემიანი ნამცხვარი და ჩემს თავს ვაძლევ უფლებას. ყოველდღე არა, მაგრამ ხშირად მივირთვა დილით რაღაცა ესეთი ტკბილი ყავასთან ერთად. და თქვენ შეგიძლიათ გნებავთ კრემიანი ნამცხვარი ან ნებისმიერი სხვა საკვები, რაც თქვენ გაგიხარდებათ. შემდეგ მეორე პრინციპი არის, რომ კვებებს შორის იყოს ინტერვალი 3-4 საათი. მაშ პირველი კვება იკვებე, რაც გინდა და შემდეგი კვება მოდის 3-4 საათში. არც მეტი, არც ნაკლები. თუ მაგალითად გავიდა 3-4 საათი და არ გშია, მაინც უნდა ჭამო. და ის 3-4 საათი იმ ინტერვალში არაფერი არ უნდა ჭამო, უნდა მიირთვა მხოლოდ წყალი და უშაქრო ყავა ან ჩაი. მეორე კვება ეს არის ხილის კვება, როცა მიირთმევ ნებისმიერ ხილს, უმჯობესია სეზონური ხილი და შეგიძლია ხაჭო, ან მაწონი დაამატო, ან იოგურტი და მეტი არაფერი. შემდეგ 3-4 საათი ისევ მხოლოდ წყალი და მხოლოდ უშაქრო ყავა ან ჩაი თუ გინდა ჩაიყავა სულ არ დალიო. და მესამე კვება ეს არის კარგი სადილი. კარგი სადილი რას ნიშნავს? სადილი, რომელიც დაგაკმაყოფილებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ესე ვთქვათ, მენტალურად, ხო? ანუ ის იქნება სასიამოვნო, ანუ რაღაც დადებით ემოციას გამოიწვევს და ეს არის დიდი თეფში, რომ წარმოიდგინოთ, გავყოთ შუაზე და ნახევარი ეს არის ბოსტნეული. და ერთი მეოთხედი არის ცილა, ერთი მეოთხედი არის ნახშირწყლები. ცილა გულისხმობს ნებისმიერი ხორცეული, თევზი და თუ თქვენ ვეგანურს ჭამთ, ან მარხვაზე ხართ, შეგიძლიათ ლობიო ან პარკოსნები ნებისმიერი. და რაც შეეხება ნახშირწყლებს, უმჯობესია იყოს რთული ნახშირწყლები, მაგალითად წიწიბურა, სხვილმარცვლოვანი პური, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ იყოს თქვათ, მიირთვათ თეთრი პური და კარტოფილი, რაც გნებავთ, მაგრამ რაოდენობრივად გაიმახსოვრეთ, რომ ეს უნდა იყოს 1/4. ეხლა ბევრი დრო რო არ დავკარგოთ, რა არის რთული და მარტივი ნახშირწყლები, უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ და მიხვდებით. და მეოთხე კვება ეს არის 1 ჭიქა მაწონი, ან 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი. და მეტი არაფერი. რაც შეეხება წყალს, დღის განმავლობაში უნდა სვათ ბევრი წყალი და დაახლოებით ესე უნდა გაიანგარიშოთ. თუ მაგალითად თქვენ იწოდით 80 კილოს, 80 გაამრავლე 3-ზე, ეს არის 240, ანუ 2 ლიტრა და 400 გრამი. თუ იწონი 100 კილოს, გაამრავლე 3-ზე, ანუ გამოდის 3 ლიტრა წყალი, თუ იწონი 70 კილოს, 2 ლიტრა 100 გრამი წყალი დღის განმავლობაში. ეცადეთ, რომ წყალი სვათ დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი და დღის მეორე ნახევარში ნაკლები. და კიდევ მნიშვნელოვანია, რომ წყალი სვათ ცოტა და ხშირ-ხშირად. ისაც გაქვთ წონის დეფიციტი, შეგიძლიათ იკვებოთ ზუსტად ამ პრინციპით, მაგრამ აუცილებლად ყველა კვებას დაამატეთ ჩირი. რამდენიმე ჩირი, აი მაგალითად შეგიძლიათ 3-4 ცალი, ან 2, ან 1 მაინც იქნება ეს, ვთქვათ, ლეღვის ან
შავი ქლიავის, ვაშლის, გარგარის, რისიც გესიამოვნებათ, მოგეხსენებათ, რომ ჩირი შეიცავს უფრო მეტ კალორიას და აქედან გამომდინარე კალორიები დაემატება თქვენს კვებას და წონაში მატებას ხელს შეუწყობს.